რაღაცებს, მაგრამ ესენი რაც იყო, ეს არის პირველი იყო ჩემი ჯანმრთელობის გაკვეთილის, ესეთი გაკვეთილი იყო კიდე ჯანმრთელობის გაკვეთილი, სადაც არა მარტო ჯანმრთელობაზე სწავლობა, არამედ უსაფრთხოებაზე მართვის მოწმობა აქ შეიძლება 16 წლიდან აიღო, ამიტომ მე გავაკეთე პრეზენტაცია მანქანის ტარების უსაფრთხოებაზე და რომ უნდა გაითვალისწინოს სხვები დავალება იყო. მეორე რო ხედავთ ეს არის ჩემი გაკეთებული ნამცხვარი. ფრანგულში მქონდა დავალება რომ რამე ფრანგული რეცეპტი უნდა მოგვეწია და გავაკეთებინა ეს რა ვიცი ნამცხვარი ან საჭმელი რაც იქნებოდა და მე ეს გავაკეთე ძალიან სახალხო და გემრიელი პროექტი იყო. მესამე ფოტოს დაინახავთ რომ არის პროგრამირების რა ვიცი ამონაიდი ასე ვთქვათ. დავალება მქონდა რომ გამეკეთებინა რაღაცა პატარა აპლიკაცია და უბრალოდ ფოტო განახეთ ერთ-ერთი ბლოკის ესე ვთქვათ. ეს რაღაც უცნაურ გაკვეთილში მქონდა დამატებით გაკვეთილში, მაგრამ რაღაც ფოტოები გაზეთებიდან და ჟურნალებიდან უნდა მოგეჭრა, შენი ინტერესის მიხედვით, და ნუ ჩაგეჭრა შენი ფორმის თავში. საწოლში ძალიან დიდი გამოვიდა რატომაც არ არის ისტორია ერთად. ეს კიდე ეს მივიღე შეჯიბრში კულინარიის, რადგან კულინარიის კლასიც მქონდა გაკვეთილი წინა წელს. ანუ იქ გვასწავლიდნენ კერძების მომზადებაზე. მარტო წერინები კი არა, იქ მართლა მომზადებთ კერძებს. რა ვიცი, რაღაც კი შეიძლება მოგაფიქრდეთ, მარტივები ხან თლად ხაჭაპური რესტორანში არ გოცხობინებდნენ, მაგრამ რა ვიცი, გემრიელი მაკარონის მოხარშვა და ეგეთ რაღაცები, პიცების გაკეთება და ეგეთ რაღაცები და ერთ შეჯიბრი რო მქონდა, მე და ჩემო გუნდმა მოვიგეთ და ასე შემდეგ. ეს კიდე ბოლოს ჩემი ფრანგულის პროექტი იყო ასევე, სადაც უნდა მოგვეწია რაღაცა ფრანგ მსახიობზე ან კიდე მხატვარზე ინფორმაცია და მე ეს ხალი ავიჩე და საფოის ქონდა გაიკეთებინა. ნუ მაგიტომ გავზე ეს მაგას. ძალიან ისრაული გაკვეთილი დავალება იყო, მაგრამ საინტერესო იყო რა. კაი გადავიდა. კაი, ეს არის ორი ვიდეო რაც მოვუძებნე. მათ მიხედავთ, არ ვიცი თუ იცით თუ არა, მაგრამ ბერფულანში გეკითხებათ ნანახიან რამე, ჩიულიდერები რო არიან, ეს ჩემს ბოლო სკოლაში იყვნენ და ნუ ყველა სკოლაში ყავთ. ჩიულიდერები არიან მოცეკვავეები, უფრო ხშირად გოგოები, მაგრამ ბიჭებსაც შეუძლიათ, რომლებიც ცეკვავენ და აი სანამ სპორტული თამაში დაიწყება, ან მაგის მერე რომ ეს წახალისონი გუნდები. ანუ ეს ახლა მარტო უბრალოდ ცეკვა, მაგრამ ხანდახან უფრო ხშირად რაღაცა ძალიან საშიშთა რაღაცა მოძრაობებს აკეთებენ, მაგალითად თუ გინახავთ რომ ერთმანეთზე ვაკეთებიან ზემოთ და რაღაცა ხიდს აკეთებენ, სალტოებს აკეთებენ და ასე შემდეგ, ეს უბრალოდ რა ვიდეოც იყო. აქ მარჯვნივ ხედავთ ჩემი ქიმიის მასწავლებლის ექსპერიმენტს. ეს ვიდეო მენახებინა, იმიტომ რომ ჩვენ ნახევარი გაკვეთილი სულ სწავლობთ ექსპერიმენტებს. რა თქმა უნდა, წიგნებს ვიყენებთ, უნდა ვისწავლოთ მაქედანაც, მაგრამ ვალდებულები ვართ რომ ექსპერიმენტები ჩავატაროთ. ცლად ესეთებიც არა, ხანდახან უფრო მარტივებია, მაგრამ ყველა გაკვეთილში ხარ ვალდებული რომ ჩაატარო ექსპერიმენტები. ხო და ეს ერთ-ერთი ექსპერიმენტი იყო, არ ვიცი გაინტერესებთ თუ არა, მაგრამ ჩავსვი. აი ახლა რაღაცა აფიქრებთ რომ არც კი მახსოვს იქ. ცოტა აკნეოს. კაი, ნუ გადავიდეთ. კაი, შემდეგი. ეს საქართველოს წარდგენა ჩემ კულტურულ ფესტივალზე. სკოლას არ აქვს, მაგრამ ჩემ სკოლას ჰქონდა და ჩემ ძველ სკოლასაც ჰქონდა ესეთი კულტურული ფესტივალი, სადაც ბავშვებს შეეძლოთ წარადგინათ თავისი ქვეყანა, თავისი კულტურა, თავისი მაქედან კერძები. მე მაგალითად მივიღე მონაწილეობა და აქ რომ ხედავთ მარჩხი ვარ და აქ ლობიანები გავიტანე, ხაჭაპურები გავიტანე, აქ პრეზენტაციაც არის, აი ეს უფრო აქ პროჩანს პლაკატი გავაკეთე საქართველოზე და ლიმონეთები წავიდა და აი ლიმონეთებზე მართლა გადაირია ყველა აი არ ვიცი ის ძალიან რატომ მოეწონათ, მაგრამ რა ვიცი მეორე და მესამეჯერაც მოვიდნენ ჩემ დახტა. კარგი, ეს კიდე ყველა მონაწილე ქვეყნები იყვნენ აქ წარდგენილი. ეს დამატებითი რაღაცები რაც გამიკეთებია ჩემს სკოლის საშუალებით და სკოლის გარეთ. პირველი აქ ხედავთ ჩემი დებატების შეჯიბრის წინ რა ვიცი ფოტოს გადაღებულს. ეს დებატები უბრალოდ ანოს კლუბია, სადაც ჩვენი სკოლის კლუბია, სადაც უბრალოდ კამათობ რაღაცეებზე რაღაცა თემა გაქვს და ამ და იკამათო მაგ თემის საწინააღმდეგოდ ან კიდე პირიქით. და ნუ მე შეჯიბრია და ასე შემდეგ. მეორე ეს კიდე პიანინოს კლასი იყო ჩემი გაკვეთილი. ეს მე არჩიე, ანუ აქ შეგიძლიათ რომ არჩიოთ მუსიკას ასევე არ მარტო სპორტი.
და ნუ პიანინოს გვასწავლიდნენ, მთელი აქ ოთახი არ ჩანს, მაგრამ მთელი ოთახი იყო სუსავსე პიანინოებით, ელექტროპიანინო მინოებით თქო. და ნუ გვასწავლიდნენ პიანინოს დაკვრას, ნოტების საკითხვას და ასე შემდეგ. აქ ქვემოთ რომ ხედავთ, ეს იყო ნავთობის სასამართლოში გადაღებული. რა თქმა უნდა, პროცესი არ იყო ნამდვილი. უბრალოდ ჩვენ მოგვეგონებინა რაღაცა პროგრამა იყო თუ არ ვიცი ხასახელი არ მახსოვს, მაგრამ პროგრამა იყო, რომ ეს სასამართლოსავით რაღაცა უნდა გააკეთებინა და ვიღაცები იქნებოდნენ პროკურორები, ვიღაცები იქნებოდნენ ადვოკატები და უნდა გეკამათოთ და ასე შემდეგ და ძალიან სახალისო იყო. და ეს ნამდვილ ეს უკაკაცი ოდგაზი მართლა ნამდვილი მოსამართლეა და ნუ მაგან ჩაგვიდა ეს ასე თქვა რა ვიცი თამაში ეს ჩემი ქიმიის კლასი უბრალოდ მენახებინა კლასი როგორია ანუ ამით მინდათ რომ გაჩერდეთ რომ აქ ყველანაირი ინტერესი შეგიძლიათ იპოვოთ მაგალითად ყველანაირი კლუბები გვაქვს ორგანიზაციები სკოლებს თვითონ და არავინ არ იქნება დაჩაგური თუ სპორტული ადამიანი ხართ, იმდენი სპორტი გვაქვს, რომ რა ვიცი, თითქოს ვერ დაითვლით. თუ მუსიკა გაინტერესებთ, ყველანაირი მუსიკა არის აქ. ჩემი ძმა მაგალითად ტრამპეტზე დადის. რა ვიცი, პიანინო შეგიძლიათ, ვიოლინო, ყველაფერი სწავლა შეგიძლიათ. თუ უფრო დებატებია და იგივე რაღაცები გაინტერესებს, ეგეთი კლუბებიც გვაქვს, ორგანიზაციები და ნუ მხატვრობა და ყველაფერი თავს ვექტრად. ეს უბრალოდ რაღაცა ადგილები რაც ნახე მაგ ამერიკაში რა ვიცი მე საინტერესოა თქო ეს უნივერსიტეტია რომელიც ჩანდა აქ თუ მარჯვნივ რომ დაინახავთ ეგ არის თეთრი სახლი ცოტა კარგად არ ჩანს მაგრამ ყველაზე მომის ფოტო იქ რაც გადავიღე ქვემოთ ნიუ-იორკში რომ ვიყავი ამ ჯამჯერად ქალაქში ეს თავისუფლების ქანდაკება აქეთ Times Square-ის რეკლამები ყველგან რო არის ძალიან ლამაზი იყო ნამდვილად ეს ჩანჩქერი, ნიაგარის ჩანჩქერი ქვია, აქ და ძალიან ლამაზია ეგეც. ნუ ეს რაღაცა ფოტოები. და ბოლოს ეს რაღაცები რაც გასინდროჯმა, რაც შეიძლება გაგონილი გქონდეთ, ეხა რა ვიცი, TikTok-იდან, ფილმებიდან, ნებისმიერ რაღაციდან. ეს Canes-ი, Raising Cane's არის თუ არა. ეს crumble cookies. სხვა შორის ისეთი გემები არ არის, როგორც ჩანს.